საქართველოს რეგიონების ფოლკლორულ ანსამბლებს კულტურის მინისტრმა სერტიფიკატები გადასცა. შეხვედრას კომისიის წევრები, ფოლკლორისტები და 74 სერტიფიცირებული ანსამბლის წარმომადგენლები დაესწრნენ. სულ სერტიფიცირების პროცესში 155 ანსამბლი იყო ჩართული. პროგრამა ფოლკლორული ანსამბლების შემოქმედებითი დონის შესწავლას და საზოგადოებისთვის ქართული ფოლკლორის უფრო ახლოს გაცნობას ითვალისწინებს. ქართული ღირებულება ამ 74 ანსამბლებისა არის პროფესიონალური, არის ისეთი, რომ მათი წარმოჩენა, მონაწილეობა ნებისმიერ ფესტივალზე, ნებისმიერ საზღვარგარეთულ თუ შიდა ტურში შესაძლებელი. არ მინდა ვინმე ეგონოს, რომ იმ ანსამბლებს, ვისაც არ მოუნდა თამაში მონაწილეობის მიღება, რამე მოაკლდება. არა, ესენის ბუნებრივია, გააგრძელებენ ჩვეულებრივად ჩრომას, მაგრამ ლაპარაკი არის იმაზე, ვინც მოინდომა ეს ნებაყოფლობითი პროცესი იყო, მიიღო ამაში მონაწილეობა და დაამტკიცა თავისი მაღალ პროფესიონალიზმი. ძალიან საინტერესო ინიციატივა ქონდა კულტურის სამინისტროს და უფრო მნიშვნელოვანი გახდა ის ფაქტი, რომ აი ამ სერტიფიცირებული ანსამბლების, ასე ვთქვათ, მხარდაჭერის საკითხი განიხილება. ანუ საუბარია იმაზე, რომ უფრო მეტი მხარდაჭერა იყოს სახელმწიფოს მხრიდან იმ ანსამბლების მიმართ, რომლებიც იცავენ ტრადიციებს. ძალიან მნიშვნელოვანი იყო ჩვენთვის ეს ყველაფერი, იმიტომ რომ იყო თითქმის 70 ანსამბლი, ამ 70-დან ჩვენც მოხდით ერთ-ერთი ჩვენ გავხდით, ანუ გვერგოის პატივი. და ალბათ იმიტომ დავისახურეთ, რომ არის ის ნაღდი ფოლკლორი, რასაც ეკუთვნის გარეკახეთს თვითონ ჩვენ მხარეს და ჩვენ კუთხის სიმღერებს.